მოგესალმებით მეგობრებო. კიდევ ერთხელ ვაგრძელებთ ჩვენ ლექციებს და ჩვენ გახსნით ლექციაზე ზოგადად ვისაუბრეთ თუ რას ნიშნავს პროგრამირების ენა, როგორ შეგვიძლია ჩვენ კოდი დავწეროთ, როგორ გავაგებინოთ ასე რომ ვთქვათ ჩვენი კოდი, ანუ ჩვენი ესე ვთქვათ მიზანი პროგრამას და კომპიუტერს და დავწერეთ ჩვენი პირველი კოდები. დავპრინტეთ hello world-ი დასაწყისში, მერე გადავაკეთეთ, მერე სხვა რაღაცები დავპრინტეთ, მერე რიცხვებიც დავპრინტეთ და აი ერთგვარი შესავალი იყო და ცოტა გულიც მოვიფხანეთ იმ თემაში, რომ აი რაღაცა თურმე ისეთი რაღაც ყოფილა, რომ რაღაცას ვეუბნები პროგრამას და ის ავტომატურად პასუხობს. ანუ რაღაცნაირად რაღაცა რომ უკვე დავწერე, უკვე მიხარია რა. მე ეგრე ვიყავი. აა ეხა დღეს რაზე მინდა რომ ვისაუბრო. დღეს ცოტას რა თქმა უნდა ავხსნი დამატებით მასალას, მაგრამ თან პრაქტიკაში ვივარჯიშებთ და გავაკეთებთ რაღაც მაგალითებს, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება და შეიძლება ზოგი მაგალითი დავალებისას გავაკეთო ამ კვირაში რომ ასე ვთქვათ, მაინც არ მინდა რომ გაგირთულდეთ, ანუ უბრალოდ როგორ თქვა, აი ეს კვირა ლექციებში ისე იყოს, რომ ზოგჯერ შეიძლება შევეხოთ დავალების ნაწილსაც, რომ უფრო მეტად გაგიადულდეთ და ამავდროულად უფრო მეტად მიხვდეთ თუ როგორ იხსნება ზოგადად ამოცანა. ну ამოცანა გააჩნია რა ტიპის იქნება რა. ზოგი შეიძლება მარტივი იყოს, ზოგი რთული, ანუ მათემატიკურ ამოცანებს და რაღაცებს არ გულისხმობ. გულისხმობ ჩვეულებრივ რაღაცა tasks, ხო, რაღაცა ისეთ, რომელიც შეეხება, რა თქმა უნდა, პროგრამირებას. მოდი, ამებს დავაკომენტარებ და აი ერთი ეს ავიღოთ და გავუშვათ ჩვენ ეკრანზე. ცოტა დიდი დრო დასჭირდება დასაწყისში, სულ ეგრე იცის ხოლმე. აბა გავუშვათ. ოკეი, დაეპინდა hello world. შვენიერი. ისე, აი მე რო თავიდან პროგრამირების სწავლა დავიწყე, აი ვიდეოებშიც რომ ნახულობდი ხოლმე, სულ პრინტავდნენ ხოლმე hello world-ს. და რატო პრინტავდნენ მაინც ამ hello world-ს? მე მეგონა რომ ეს რაღაცა გარკვეული პრივილეგიით სარგებლობდა და სხვა რაღაცები, ასე ვთქვათ, ანუ სხვა რაღაცებზე მაღლა იდგა რა. და არადა სიამოვნებაში რასაც მინდა იმას დავწერ, ხო? გინდ hello world-ს დავწერ, გინდ hello-ს მარტო, გინდ იმას რა ქვია, რავი, რაც გამიხარდება ტექსტს, იმას დავწერ. მაგრამ ეს hello world იმიტომ არის, რომ აი პირველი აპლიკაცია, რაც ეს ჭორეს დონეზეა, რომ ესე რაც ესე უბრძანეს, დააწერინეს პროგრამას hello world. და ნუ ესე დარჩა რა პროგრამირებაში და როცა ვიწყებთ ხოლმე სწავლას, რატომღაც ყოველთვის ამას პრინტავთ. არ არის სავალდებულო ეს დავპრინტოთ, მაგრამ რატომღაც ესო პრინტავთ ხოლმე. ნუ გამოვიყენეთ აქ write-ი. და ბანე მოდი ცოტა გავიხსენოთ ის მასალა, რომელიც ჩვენ გავიარეთ წინა ლექციაზე. და ჩვენ ვახსენეთ ის ფაქტი, რომ არსებობს ორი გზა იმისთვის, რომ კონსოლს გამოვატანინოთ ის, რაც ჩვენ გვსურს. ერთია რომ გამოვიყენოთ console.write line-ი, მერე ჭრილი გავხსნა, მერე წერტილზე დავწერო და ჭრილი დავხურო და აი აქ ჩავწერო ის კონკრეტული ტექსტი. რა ვიცი. C# მაგალითად. და ჩვენ ავხსენით ის, რომ write line-ი და write-იც ორივე აკეთებს ერთი და იგივე რაღაცას, განსხვავებით იმისა, რომ write line-ი თვითონ სახელიც კარნახობს, რომ წერს specified string value და მერე followed by the current line terminator. და ანუ ტექსტ წერს, მერე ხაზსაც აკეთებს, რომ შემდგომში არსებული ტექსტი უკვე ქვევითა ხაზზე დაიწეროს. და write ამას არ შვება და მერე ჩვენ წინა ლექციაზე ნახეთ, რომ შეაწება, ასე ვთქვათ, რამდენიმე ინფორმაცია და
ნუ რაღაც მომენტში არეულობაც იყო, ხო? და ჩვენ კიდევ ერთხელ ეს ვთქვით, რომ თუ კი მსურს რომ რაღაც კონკრეტული ინფორმაციები გამოვატანინო და ეს ინფორმაციები ერთმანეთთან კავშირში არ იქნება, მაშინ მოდი მირჩევნია რომ ყველაფერს დავწერ right line-ში, რომ ცალ-ცალკე ხაზებში ვხედავდე შედეგებს. აი მაგალითად ჯერ C# ხედავდე, მე ვქვით ხაზე hello world ხედავდე, რომ ჩემთვის იყოს გასაგები. რომ ჯერ ეს არის, მერე ეს არის, ხო? ხო, მოდი ბარემ right-ს გავაკეთოთ მაგალითი, რომ დავადასტურო. გავუშვათ. აი ეს მოხდა, როდესაც ორივე დავწერე right-ით. Hello world-ით და hello-თ. კაი. ეს იყო რაც ჩვენ გავიარეთ წინა ლექციაში და ნუ მეტი არცაფერი არ გაგვიგია. მაგრამ დღეს მინდა რომ ცოტა უფრო დავამატო და გადავიდე ისეთ თემაზე, რომელიც შეეხება არა მარტო აქ ჩაწერა, არა მარტო ამის გამოტანას, აქ გამოტანას ტექსტის, არამედ მე რო ჩავწერო აქ რაღაც. ანუ მარტივად კითხვა რო დავსვათ, თუ მე შემიძლია რომ ვუბრძანო გამოიტანოს შედეგი, მაშინ მე შემიძლია ასევე ვბრძანო ის რომ მოდი ჩავწეროთ რაღაც. და რომ ჩავწერ, აი მე რას იზოს ჩემი პროგრამა. ძალიან საინტერესო, ხო? მაგან Chrome-ში გადმოვალ, რამე კითხვა ხო არ არის? არაფერი კითხვა არ არის. კაი. მოდი ცოტა ხნით ესენი დავაკომენტაროთ. და აი ერთი მაგალითი გავაკეთოთ, ესეთი ამოცანა რა. შევეცადოთ პროგრამას უნდა შემეკითხოს სახელი და შემდგომ გამოიტანოს ეკრანზე. ეს ანუ თვითონ აი ამ პროგრამამ უნდა შემეკითხოს რა ქვიაო, მე ჩავწერ, ასე ვთქვათ, კლავიატურით და მე ამ ჩემმა პროგრამამ უნდა გამოიტანოს ეს ჩემი სახელი ეკრანზე. ძალიან საინტერესო. თვითონ ის რომ პროგრამამ რაღაც უნდა დამიპრინტოს, ეს ჩვენთვის ცნობილია და ეს ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ არის console.write line-ი, ან console.write. როგორც ჩვენ გავიხარდა ამ შემთხვევაში. და მოდი როგორ დავიწყოთ, ხო, მუშაობა. პირველ ჯერზე პროგრამამ უნდა მეკითხოს, რომ გთხოვთ შეიყვანეთ სახელიო, ხო? ესე იგი უნდა დამიპრინტოს, ესე იგი ეკრანზე უნდა დავინახო მე, სადაც პროგრამა მეუბნება, რომ გთხოვთ შეიყვანოთ სახელი. Okay. Console.write line და აი აქ ჩავწერ. ხო, რა მინდა რომ გითხრათ რა. აი ახლა მაგალითად ესე რომ დავწერო, გთხოვთ. პროგრამა ვერ აღიქოს სამწუხაროდ ქართულ სიმბოლოებს. აქ, ესე, ამ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის მოგვიწევს ხოლმე ინგლისურად დაწერა. ეს რა თქმა უნდა მარტო კონსოლ აპლიკაციაშია, ანუ მარტო C#-ის პროგრამაში არის ესე, რომ ქართულებს ვერ აღიქოს, მაგრამ ჩვენ როცა მოგვიანებით უფრო ღრმად შევისწავლით სხვა პროგრამებს, იქ ქართული ენაზე შეზღუდვა არ გვექნება და იქ არის მთავარი. ანუ იქ არის მთავარი, რომ შეზღუდვა არ მქონდეს, თორე აქ დიდად მნიშვნელობა არ იქნება, არ მაქვს გინდ ქართულად დავწერ და გინდ ინგლისურად. მოდი ეს დრომა დავწერთ, გთხოვთ. ანუ მოდი ინგლისურად დავწერთ, მაგრამ please enter name. გავუშვათ? აი ეს. Please enter name. ძალიან კარგი. მშვენიერი. ეს ერთი საქმე გავაკეთეთ. მაგრამ მეორე არის ის, რომ უნდა, ანუ რო შემეკითხა ეხა, მე ხო უნდა ჩავწერო რაღაცნაირად, ანუ ინტერაქცია ხო უნდა მოხდეს.
ანუ რაღაცნაირად, აი აქ მე უნდა შემეძლოს, რომ ჩავწერო. მაგრამ აქ არაფერი არ არის ეგეთი. ამისთვის C# არსებობს ესეთი მეთოდი console.readline. ეს რომელიც რას ასრულებს ხო, რას აკეთებს? რასაც მე ჩავწერ, იმას კითხულობს. მოდი გავუშვათ. ნახეთ, please enter name და აი აქ. ნახეთ? კურსორი აქ რა, ესე იგი რაღაცა ადგილი მაქვს, იმისთვის რომ რაღაცები ჩავწერო. აი ნახეთ? უკვე რაღაცებს ვწერ. და როგორ ხდება, ანუ ჩაწერა ხო, ანუ რაღაცას ჩავწერ, დავუშვათ ლაშას და მე enter-ს დავაწვევი. აჰა. ჩავწერე და არაფერი არ მოხდა. პირველ ჯერზე ჩემი მიზანი არ იყო რომ რაღაცა მომხდარიყო. ჩემთვის თავარი იყო ის, რომ მეჩვენებინა თქვენთვის, რომ console.readline მეხმარება იმაში, რომ იქ ამომიხდეს, იქ შემეძლოს კონსოლ აპლიკაციაში, რომ ჩავწერო რაღაცა ინფორმაცია. კიდევ ერთხელ გავაკეთოთ. აი აქ მაქვს შესაძლებლობა რომ რაღაცები ჩავწერო. თუმცა რავი, რო ჩავწერე ეხლა ლაშა და enter-ს რო დავაწევი, არაფერი არ მოხდა საერთოდ. ანუ ეს ლაშა კი ჩავწერე მე და enter-ს დავაწევი. მაგრამ პროგრამას არ გამოუტანია ჩემთვის ლაშა. ანუ პროგრამას ეს მე ჩავწერე წერან. ანუ პროგრამას არაფერი არ გაუკეთებია ჩემთვის ამ შემთხვევაში. არ დავპრინტავს. ეს ყველაფერი მე თვითონ ჩავწერე. კი, რა თქმა უნდა, please enter name ჩაწერა იმან. ჩვენმა პროგრამამ console.readline საშუალებით. ეს ჩემი დამსახურებაა, მე ავკრიფე და enter-ს რო დავაწევი, არაფერი არ მოხდა. იმისთვის, რომ თვითონ აი აქ თვითონ პროგრამამ დამიპრინტოს ის, რაც მე ჩავწერე, ამისთვის რა ხდება, ნახეთ? console.readline არის ის ინფორმაცია, რასაც მე ჩავწერ. მაგათაც ჩავწერე ლაშა, მაშინ წარმოვიდგინოთ, რომ ამის ადგილას არის ლაშა. აი ეს. უბრალოდ, რასაც მე იქ ჩავწერ, console.readline მაგას აღიქვავს და reads the next line of characters from the standard input stream. ეს არის ტექსტი. რასაც მე კლავიატურაზე ჩავწერ და enter-ს დავაწევი, წაიკითხავს მაგ ტექსტს და ეგ იქნება, ეგ ინფორმაცია იქნება. თუმცა აი როგორ დავპრინტო ეს ხო? როგორც მე ჩვეულებრივად შემიძლია დავპრინტო console.readline ლაშა, ისე შემიძლია მე აქ დავწერო console.readline. იმიტომ რომ მე თუ ვიცი, რომ console.readline მე ფშხილს ხსნი, ფშხილს ხურავ. ეს სინტაქსია, თუ მაგალითად ეხა ვერ იმახსოვრეთ ლოგიკას, ანუ თვითონ როგორ იწერება, ეგ საერთოდ არ არის პრობლემა. თავარი არის რომ ამ პირველი ლექციების მიზანი არის რომ უბრალოდ დაგანახოთ რომ ესეთი რაღაცები არსებობს და მე ისე შეეგუებით თქვენ ამის წერას რომ აი რავი ძალიან გაგიმართებდებათ. ნახეთ, console.readline მე თუ ვიცი რომ კითხულობს მე რასაც ჩავწერ და მე შეინახავს ინფორმაციას, ანუ მე თუ იქ ლაშას ჩავწერ, ესე იგი ეს უკვე იგივეა რაც ლაშა, მაშინ console.readline-ში მე თუ მექნება ლაშა, ხო დაპრინტავს ლაშას. და მე თუ ეხა აქ ჩავწერ console.readline-ს, რასაც იქ ჩავწერ, იმას დამეპრინტავს. მე მგონი მართალი ვარ. აბა გავუშვათ. Please enter name. ლაშას დავწერ ეხა და დამეპრინტა. ხედავთ? ანუ რაც მე ვუბრძანე, ის გამიკეთა. არ აქვს მნიშვნელობა რა ჩავწერდი. მეცადე ეს მე მგონი ბაგავს ცოტა. ხელს გავუშვათ
ხო, please enter the name, რავი რაღაცას ჩავწერდი. ნიკა, დაემპრინტა ნიკა. აბა, აქ თუ არის რამე კითხვა. მოვალახა. აბა, გასაგებია? ჩემი ხო ისმის კარგად. ეგ მაინც მითხარით, რომ ვიცოდე რომ არ მიჭედავს. კი ისმის. ოკეი, მშვენიერი. ძალიან კარგი. ნახეთ რა მაგარი რაღაც ყოფილა თუნდაც კონსოლ line-ი, რომ შესაძლებლობა მაქვს რომ მე თვითონაც ვიურთიერთო. იმიტომ რომ დავიღალე ახლა ამდენჯერ პროგრამას ვიგონები რომ დამიპრინტე ეს, დამიპრინტე ის, ასე შემდეგ. იქნება მეც მინდა რომ ჩავერთო დიალოგში. და აი აგერ ეს უკვე მორჩენილია. მეუნება რომ ანუ ეს please enter name რო არის, ესე იგი ეს 46 ხაზია არსებული. ასე ვთქვათ, დაიპრინტა. მერე console read line-ის საშუალებას მაძლევს, რომ ჩავწერო რაღაცები და console write line-ი პრინტავს უკვე იმ ჩაწერილ ინფორმაციას. მე თუ ეხა არაფერს არ ჩავწერ და პირდაპირ enter-ს დავაწვევი, არაფერი არ დამიპრინტა. ნახეთ რატომ, ანუ აქ თითქოს გამოიყო, ნახეთ, თითქოს რაღაცა წერია. მაგრამ ამ შემთხვევაში არაფერი არ წერია. ნახეთ რატო? თვითონ ინფორმაცია, თუ ტექსტი. შეიძლება იყოს ცარიელიც. მაგალითად, ეს ხო არის ტექსტი, ხო ჩვეულებრივად. მაგრამ ხო შეიძლება რომ აი ესეც მეწეროს. ეს სიცარიელე. აი მოდი დავპრინტოთ ეგეთი რამე. console write line აი ეს. თუ ხანი ეს დავაკომენტაროთ. გავუშვოთ. ნახეთ? ანუ აქ არაფერი ანუ აქ ხომ არის რაღაცა. ანუ არაფერი არ დაპრინტა. უბრალოდ დაპრინტა სიცარიელე. ცარიელი ტექსტი. ასე რომ ამასაც მნიშვნელობა აქვს. ცარიელი ტექსტიც ინფორმაცია არის და შევსებული ტექსტის ინფორმაცია თავისთავად. ხო, მაგიტომაც იყო რომ წეგან მე არაფერი არ შევიყვანე და დავეულდე რას იზავდა. ეს. ამასაც დავაკომენტარებ ხა. კაი. ეს იყო პირველი დავალება. რითიც მე ჩვენ შევისწავლეთ ის, თუ როგორ შეგვიძლია ვიმუშაოთ პროგრამასთან ერთად, ანუ ჩემი დავალებით ხდებოდა ეს ყველაფერი, იყოს დინამიური. იმიტომ რომ დავუშვათ მე შემეძლო რომ აი აქვე დამეწერა console write line ლაშა სიტყვაზე და იგივე იმიზავდა, რა თქმა უნდა. მაგრამ მე იქ უფრო დინამიური გავხადე, იმიტომ რომ აი პროცესში ხდება აკრეფვა და enter-ის დაწერა, ან პროცესში ვეუბნები იმ ინფორმაციას, რაც მინდა რომ გადავცე პროგრამას და აი იმ წამსვე იმას მე პრინტავს. ჩატში რაღაცას კითხულობ მალაში. ოკეი. ნახოთ აბა. რასაც კითხულობს, იმას პრინტავს გაერთიანებით, ხო? რასაც კითხულობს, იმას პრინტავს გაერთიანებით, ხო? გაერთიანებაში რას გულისხმობ? ანუ რაც იქნება ეს console read line-ი, იმას დაპრინტავს. ლაშა იქნება ლაშას დაპრინტავს, ნიკა იქნება ნიკას დაპრინტავს, რავი, რაღაცა ტექსტი იქნება ნებისმიერი მაგას დაპრინტავს. და ასე შემდეგ. და თვითონ როცა დაპრინტოს არ შევდა ვერ ვაწებოდიო, აბა დააკვირდი რამე პრობლემა ხო არ გაქვს ერორი. ჩხილი ხო არ გაყლია, ან პირიქით წერტილმძიმე ხო არ გაქვს დარჩენილი. წერტილმძიმე არის, ანუ ეს ყოველთვის უნდა დავიმახსოვროთ რა, რომ წერტილმძიმე გვჭირდება ყოველი ხაზის დროს, ხაზის ბოლოში. თუ ამას ვერ დავწევთ, ვერც გაეშვება. აი ნახეთ. მეუბნება რომ ერორი გაქვს. თან პროგრამა ძალიან მაგარი რამეა, იმიტომ რომ თვითონ მეუბნება რომელ ხაზზე გაქვს შეცდომაო და რა გაკლიაო. აი მაგალითად, აი ეს მეუბნება რომ გაკლიაო წერტილმძიმეო.
ესე იგი, ამ პროექტშიო პროგრამ CS ფაილშიო 51 ხაზზეო. და აგერ დავინახო, რომ ეს არის 51 ხაზი, აგერ. და ესე იგი, აქ გაკლიაო. დავწერთ იმის ეგარი. მე გავშვი. არა, ყველა მეწერა და ეროსაც არ მიჩვენებდა. კაი, კიო, მაშინ ლექციის მერე სამენტოროში შევიდეთ და გავიაროთ ერთად, ვნახოთ რა პრობლემა არის. კაი. ამიტომ ეს ძალიან საინტერესოა. ეხა, მოდი ესეთ კითხვას დავსვა. რა მოხდებოდა მაშინ, თუ კი მე აი აქ ჩავწერდი რიცხვს. ამაგდათ ეხა ეს ხო არის და ჩავწერე რიცხვი. მოიცა, ეს პრობლემა, რაღაცა პრობლემა აქვს ამას. გავუშვათ. ზოგჯერ ჭედავს ეს კონსოლი. ესე იგი. და ეს რაღაცა რა უნდა ჩავწერო? მე თუ ეხა ჩავწერე რიცხვს. დავშვათ. 4-ს თუ ჩავწერ. რომ გავუშვებ. დაიპრინტება 4, რა თქმა უნდა. ის ლაშა, ძველი ლაშა დაიპრინტა ალბათ, ქვემოთ რომ იწერია. აი ეს დაიპრინტა. ესე იგი რა მოხდა, ხო? 4 რომ ჩავწერე, დაიპრინტა 4. მაგრამ ეს 4 რა 4 იყო? რიცხვი იყო ეს 4 თუ ტექსტი იყო? გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ console readline-ში, ანუ როცა მე შემიძლია რომ აქ რაღაცები ჩავწერო, ნებისმიერ ინფორმაციას აღიქვავს ჩემი პროგრამა როგორც ტექსტს. სულ რომ რიცხვები მეწერო სულ, მაინც ტექსტად აღიქვავს. ანუ მაგალითად 4-იანი რომ დავწერე მე, ესე კი არ აღიქვა, არამედ აი ესე აღიქვა. და წარმოვიდგინოთ, რომ აი ესეთი console readline თუ იქ 4 ჩავწერე, ესე იგი ესეთი რამე დაპრინტა. ასე რომ ეს გავითვალისწინოთ. რომ ასე ვთქვათ, ნებისმიერი მონაცემი console readline-ში იკითხება როგორც ტექსტი და მოკლედ ჩვენ ვერ შევასრულებთ ესე მოქმედებას. ანუ რატომ ვიზახით იმას? იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ გვეგონოს ეგ console readline-ი რიცხვი და ამ რიცხვს რო დავუმატო 5 მაგალითად ვერ იმუშავოს პროგრამა. იმიტომ რომ ეს ტექსტია და ტექსტს რიცხვი ვერ დაემატება ესე. და მინდა ეხლა მაგაზე ვისაუბრო რა. ჩვენთან C# არსებობს ოპერატორები. ნუ მათემატიკაში ჩვენ ვიცით, რომ არსებობს პლუს ოპერატორი, მინუსი, უდრისი, ორი უდრისიც არსებობს, ამას მე გავიგეთ შემდეგ ლექციებში. ნუ მეტობაც არსებობს, ნაკლებობაც, მეტობა ან ტოლობა, ნაკლებობა ან ტოლობა. ნუ ასევე რა თქმა უნდა გამრავლება, გაყოფა და ნაშთზე არის ეს პროცენტის ნიშანი და ამას მე გავიგეთ მოგვიანებით. თავარია რომ უბრალოდ ამ შემთხვევაში ყურადღება გქონდეს პლუსზე. პლუს ოპერატორზე. მაგალითად, პლუს სად ვიყენებ, ხო? პლუს ჩვენ ვიყენებ, როცა მინდა რომ ორი რიცხვი დავაჯამო ერთმანეთს. მაგალითად, 4 + 5. მოიცა ხანი ამას დავაკომენტარებ. 4 + 5. დაეპრინტა 9. შვენიერია. 4 + 5 + 8. დაეპრინტება 17, ხო? ანუ პლუს ოპერატორი ჩვენ მათემატიკაში ჩვეულებრივად ვიცით და აჯამებს და მე რა თქმა უნდა შედეგი გამოვაქვს ეკრანზე. მაგრამ თურმე ეს პლუს ოპერატორი არა მარტო რიცხვებზე მოქმედებს, არამედ ტექსტებზეც. და ნახეთ როგორ. console readline მე თუ დავწერ მაგალითად hello მე პლუს დავწერ და დავწერ მაგალითად words ნახეთ დაიპრინტა hello world ჩვენი პროგრამა რიცხვებთან მიმართებაში როგორც აკეთებს და რო აჯამებს
ისევე აკეთებს ტექსტებთან, ოღონდ განსხვავება ის არის, რომ ტექსტებთან მიმართებაში რო არის ის რანაირად უნდა მიუმატოს ახლა ეს ტექსტი მეორეს, ხო? ამიტომაც აწებებს ერთმანეთს. აერთიანებს. ამას ქვია კონკატენაცია. შეჯამება. ანუ აი ეს ეწებება, ანუ ერთიანდებიან ეს ორი სიტყვა და გამოდის აი ეს hello world. აი ცოტა უფრო მარტივად რომ ცოტა უფრო ლამაზადაც რომ გავაკეთოთ. მაგალითად მე ხო აქამდე პრინტავდი hello და world, ხო? ანუ აქ ცარიელ იმას ვტოვებდი, ხო? გამოტოვებას. აქაც ნახეთ როგორ შემიძლია წარმოვიდგინო. შემიძლია აი აქ გამოვტოვო მაგალითად. ან პირიქით აი აქ გამოვტოვო. და რო შეწებდება ერთმანეთთან. მივიღებ ნორმალურ ინფორმაციას. აი ნახეთ. ახლა რო შევაწებებ, მივიღებ hello world. ან თუნდაც აი აქ არ მინდა შეწებება და აი აქ გავაკეთებ space. და hello world იქნება ესე. ერთ და იგივეა ისე და ეს, ხო? ანუ ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ცარიელი, ანუ ეს space-იც კი ადგილს იკავებს მეხსიერებაში. ანუ ეს სიცარიელიც, ანუ ეს გამოტოვება რაც არის, ესეც სიმბოლოა. მაგალითად მე რო გითხრათ, რამდენი სიმბოლოსგან შედგება აი ეს ტექსტი თქო, დავუშვათ hello, აი მარტო ეს, ცოტა ხანით ამას თავი შედგება რავი 1 2 3 4 5 და მე-6-იც. იმიტომ რომ ეს ცარიელი ისიც სიმბოლოა. ესე რომ შევხედოთ. და 6-ია. ასე რომ ამასაც დიდი როლი უკავია. ზოგადად აი ამ space დიდი როლი უკავია პროგრამირებაში და ამას ჩვენ ძალიან მალე კარგად მიხვდებით. აბა აქ თუ იყო რამე გავუგებარი. არა გასაგებია. ოკეი. კიო, სამეტეროს გავარჩიოთ მე. თუ რამე თუ ეგ არ გვი. აი. ანუ პლუს ოპერატორით მე შემიძლია რომ ერთი ტექსტი მეორე ტექსტს მივუმატო, მე შემიძლია აქ გავაგრძელო კიდევაც. მოდი ამას დავშლი. ამას კიდე დავუმატო რაღაცა. მოდი ძახილშანი დავუმატოთ. და შეწებდა. Hello world. კიდე როგორ შეგვიძლია იცით, რომ აი ეს ცალკე ტექსტად წარმოვადგინოთ და hello-ს მე აი ესეთი რამე დავწეროთ. ესე იგი hello-ს მიემატება აი ესა space-ი, მიემატება world-ი, მიემატება ძახის ნიშანი. აი ეს მივიღე, აი შეწებდა. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რიცხვებთან მიმართებაში პლუსი მოქმედებს როგორც ჩვეულებრივ მათემატიკაში ხდება ხოლმე აჯამებს და ტექსტებთან მიმართებაში ეს არის ასე ვთქვათ სხვანაირად. უბრალოდ აწებებს ერთმანეთს ტექსტებს და მერე შედეგი გამოგვაქვს console write line-ის საშუალებით. აი მე თქვი წერან რომ რამდენი სიმბოლოსგან შედგება ეს ჩვენი ტექსტი თქო. მაგრამ აი მე თუ მინდა რომ ეს ამოვხსნა კოდის საშუალე, ანუ კოდით ამოვხსნა ეგ კონკრეტული ფუნქციონალი. მაგალითად ესეთ რამე დავწეროთ, ვიპოვოთ ტექსტის სიგრძე. ანუ რამხელა არის ჩვენი ტექსტი. პირველი ახლა მე თავში მაფიქრდება რომ რავი დავითვლი რა 1 2 3 4 5 და რაღაცნაირად ვიპოვი რომ 5-ია. მაგრამ ეს და მეთანხმებით რომ პროგრამირებასთან მიმართებაში ძალიან არალოგიკურია და რა ვიცი დიდი ტექსტი რო იყოს მე სხვა არ დავიწყებ ესე რაღაცა თვალებით. ხო? ამიტომაც რაღაცა სხვა გზა უნდა არსებობდეს. ამისთვის რა ნახეთ რა ხდება.
დავუშვათ რაღაცა ტექსტი მაქვს. Hello world. ამის სიგრძე რო გავიგო. ამისთვის C#-ში ყველა მონაცემთა ტიპს გააჩნია თავისი მეთოდი, თავისი რაღაცა ფუნქცია, თავისი რაღაცა მნიშვნელოვანი მოდული, რაღაცა მნიშვნელოვანი ფუნქციონალი, რომ რაღაც გავარკვიო. და მეხმარება მე შემდგომ ეგ დიდი აპლიკაციების გასაკეთებლად, ხო? მაგალითად, ჩვენ ვთქვით, რომ მონაცემთა ტიპები არსებობს, ბევრი, მე ვთქვი, რომ არის რიცხვი და არ ვშლი ჯერჯერობით. ანუ ბევრი ტიპია ძალიან. int-ი, აქვია byte-ი, short-ი, long-ი, ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მონაცემთა ტიპი არის რიცხვთა მიმართებაში, რომელიც მთელ რიცხვს გამოხატავს მხოლოდ. 10 წილადებზე კიდე სხვა ტიპები არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით დავიმახსოვროთ, რომ აი ჩვეულებრივი რიცხვებია. მონაცემთა ტიპებზე გადავალთ შემდეგ კვირაში და ყველა მონაცემთა ტიპს ერთად ავხსნით და გავარკვევთ თუ რა მნიშვნელობა აქვს უბრალოდ მონაცემთა ტიპებს. აქ ჩვეულებრივად ჟამდება, აქ ჩვეულებრივად წებდება, ხო? და იმისთვის, რომ მე აი ამ ტექსტის სიგრძე გავარკვიო, ამისთვის არსებობს, როგორც თქვი, ყველა მეთოდს, ყველა მონაცემთა ტიპს გააჩნია რაღაცა მეთოდები, ტექსტებთან მიმართებაშიც გვაქვს რაღაცა მეთოდები, რომელიც არის ჩაშენებული C#-ში და მე შემიძლია გამოვიძახო. ესე იგი, hello world ხო არის ეს ტექსტი. ესე იგი, რომ დამთავრდება ეს ტექსტი, შემიძლია დავწერო წერტილი და ძალიან ბევრი მეთოდია. ნახეთ რამდენი მეთოდია. რა თქმა უნდა, ყველა მეთოდს ესე ჩვენ ვერ დავიზებირებთ. ეგ კი არა, რა ვიცი, აქ ზოგი არის, რომელიც შეიძლება მეც არ ვიცოდე რა ხდება და როგორ ხდება. იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი მეთოდია, რომელიც, რა ვიცი, 50% არასაჭიროა. ანუ მე ხა თქვენ კითხვას დამისვობ, თუ არასაჭირო რაღაცო არსებობს. ანუ არსებობს აი ისეთი ფუნქციონალებისთვის, რომელსაც 90% პროგრამისტების არ ვეხებით. და სხვები იყენებენ რა. და დავუშვათ 10% იყენებს ხოლოდ და ეგეც სხვა რაღაცეებში. ანუ ძალიან არასაჭიროა ესე რომ დავიზებიროთ ჩვენ ეს მეთოდები. ასე რომ აი აქ ჩვენ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხელსაწყო გვაქვს links. Hello world წერტილი links. და გავუშვათ 11. ხო, ეს 17 იყო ამის პრინტი, ეს hello world 11. ანუ რა გამოვიდა, რომ ამით ჩვენ ტექსტის სიგრძე ყოფილა 11. მარტივად რო ვთქვათ, აი ეს links-ი თურმე აბრუნებს რიცხვს. რიცხვს აბრუნებს. ანუ დაითვალა ეხლა რამდენი სიმბოლოც ვქონდა და დამიდგინა, რომ არის 11 სიმბოლოსგან შემდგარი. მე შემიძლია ნახეთ რა გავაკეთო. ნახეთ რამდენი space გავაკეთებ ეხლა. და ვნახოთ ეხლა რამდენი იქნება სიგრძე. 27. რა თქმა უნდა გაიზარდა. იმიტომ რომ თვითონ ამებს აღიქოს სიმბოლოებად. და რამდენიც იყოს, რამდენიც არის ეს იმდენი დაემატა და მიიღო 27. ამიტომაც links-ი გვეხმარება იმაში, რომ ვიპოვოთ ტექსტის სიგრძე, ნებისმიერი ტექსტის, რომელიც გამიხარდება. აი მაგალითად მე თუ ცარიელ ტექსტზე ვეთქვი, რომ სიგრძე მიპოვეთ, ხო? რა თქმა უნდა მეტყვის რომ ეს არის 0. არ აქვს. უბრალოდ აქვს და სიგრძე არის 0 სტოდ. აი ეს როგორი ესე ვთქვათ თემა იცი? მე ეს შემდგომში შემდეგ გამოვიყენო რაღაც ფუნქციონალებში რა. აი დავუშვათ აი ჩვეულებრივად მაგალითი რო ვთქვათ საიტებსთან მიმართებაში. ჩვენ რო ჩასაწერი ველი გვაქვს საიტზე, რომ უნდა შევავსოთ, ხო? აი იქ თუ კი ჩვენ არაფერი არ შევავსეთ
და ეგ სავალდებულო არის რომ შევავსოთ. ღილაკს რო დავაჭირო, მე დავუშვათ რეგისტრაციის. ხო მეტყვის საიტი რომ ესა არ არის ბოლომდე შევსებულიო და გთხოვთ შეავსეთ ველი, ხო ამოგიგდებთ ეგეთ რაღაცას, წითლად ამოგიგდებთ. ესე ვიცით ხოლმე რა, დაწერა და ანუ მაგ დროს რა მოხდა, ხო? თვითონ საიტმა, ანუ კოდმა დაადგინა, რომ იმ ჩასაწერ ველში არაფერი არ იყო ტექსტი, ანუ ცარიელი ტექსტი, ცარიელი სტრინგი იყო, ცარიელი ტექსტი და ამ ჩვენ ცარიელი ტექსტის სიგრძე რა თქმა უნდა არის ნულის ტოლი. და შეიძლებოდა იქ ესეთი ლოგიკა დაეწერა, რომ თუ ამ ტექსტის სიგრძე უდრის ნულს, მაშინ საიტის ეკრანზე გამოაჩინე, რომ გთხოვთ შეავსოთ ის კონკრეტული ველი. ასე რომ ეს სიგრძე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დაგვეხმარება ჩვენ ძალიან ბევრ რამეში. არა მარტო ტექსტის სიგრძეს დათვლამდე, არამედ სხვა მონაცემებსაც გააჩნიათ სიგრძე და უკეთ დაიმახსოვრეთ ეს ლენქსი, იმიტომ რომ ხშირად გამოვიყენებთ. აბა ნახოთ რა მეკითხვა თუ არის. აბა რა მეკითხვა თუ გაქვთ? კარგით. ასე გავაკეთოთ. ლაშა ის რა მაინტერესებს, ან მხოლოდ სპეისები რო ჩავწეროთ იქ და არანაირი ტექსტი რო არ ეწეროს, მაინც დაგვიწერს ხო რამდენი არის სიგრძე? ესე რომ დავწერო, ხო? ხო. დაგვიწერს 5-ს. ანუ 5 სპეისია. 1 2 3 4 5. ეს ნახეთ ეს წენაწერაც გავაკეთე hello world-ი რომ ეწერა და სიგრძე რომ გამოვთვალეთ 11 ხომ იყო და მე სპეისები რომ დავწერე უფრო გაიზარდა. ანუ სპეისები სიმბოლოდ აღიქმება და სიგრძეში დიდი მონაწილეობას, სიგრძეში იღებს მონაწილეობას. მაგიტომაც არის ხოლმე ზოგჯერ რომ აი დავუშვათ მარტივ მაგალითად თქვათ ისე რომ დავუბრუნდეთ ჩასაწერ ველს. აი საიტზე არის ჩასაწერი ველი. და აი მე როგორი ინფორმაცია ჩავწერე, იცი? დავუშვათ ესეთი რამე ჩავწერე. აი ეს წარმოგიდგენთ რომ ეს იყოს ისეთი რაღაცა რომ გთხოვთ შეიყვანეთ სახელიო რა. დავუშვათ სახელი. და მე დავწერე მაგალითად ლაშა და მე აი ესეთი რამე გავაკეთე. და ეს ვუთხარი, ანუ ეს ჩავწერე იქ რეგისტრაციის დროს მაგალითად. ეს ხო ძალიან სისულელეა. ანუ თუ კი მონაცემი მოვიდა, მონაცემის შენახვა მჭირდება, მე ესე ხო ვერ შევინახავ, ანუ ეს მარცხენა მხარე უაზრობა, მარჯვენა მხარეც უაზრობაა, ხო? აქედან გამომდინარე, მე პრობლემები არის ხომ იმაზე, რომ ინფორმაცია მოდის აი ამგვარად. ანუ რა თქმა უნდა, აი ესეთ ინფორმაციას რეგისტრაციის დროს არავინ არ წერს. მაგრამ საიტი უნდა იყოს ისე აწყობილი, რომ აი უნდა წარმოვიდგინოთ, რომ აი ბოლო დონის ტესტავი, აი ვიღაცა, რომელსაც სურს რომ დააკნინოს შენი საიტი. და ყველაფერს ხმარობს იმისთვის, რომ რაღაცა დებილობა გააკეთოს, რომ გატესტოს შენი საიტი რამდენად რეაგირებს ამაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ესეთი რამე ჩაწეროს. და მე არის ხოლმე ეგეთი მომენტი, რომ რაღაცნაირად გვიწევს, რაღაცნაირად მეთოდი უნდა გავაკეთოთ, მეთოდი უნდა გამოვიძახოთ, რომელიც ამას შეამცირებს. და ამასაც წაშლის. მიხვდით? თუმცა თუ კი მაგალითად აი აქ სპეისი მაქვს და მე მაქვს რაღაცა გვარი ერთი დავუშვათ რაღაცა გვარი, ხო? მაშინ აქ სპეისი არ უნდა წაშალოს. ასე რომ ძალიან ის არის ეს ტექსტი, ეს მონაცემებთან მუშაობა ძალიან საინტერესოა და უნდა ვიცოდეთ ხოლმე, რომ თუ კი აი მარცხნივ ტექსტის მარცხნივ და აი ბოლოში თუ კი სპეისები არის, აი ესეთი რაღაცები. მაშინ რაღაცნაირად უნდა გავაკეთო და უნდა წავშალო ეგ სპეისები. რომ მე მონაცემები შევინახო ნორმალურად. იმიტომ რომ ეს მონაცემებს მე ვერ შევინახო. თუ მოწმოთ ბაზაში და სხვაგან. მიხვდით ხო?
აბა ნახოთ აქ კითხვები თუ არის რამე. კაი. ანუ მაგიტომ ამ ხოლმე რომ სახელის ჩაწერის სხვაგანაა და გვარის სხვაგან. თლა მაგიტო არ არის. არის იმიტომ რომ მონაცემების შენახვა ზოგადად სახელი და გვარი ცალ-ცალკე ინახება რა ბაზაში და ზოგადადაც რა. იმიტომ რომ მე შეიძლება გაიფილტროს. ანუ ცალ-ცალკე გვჭირდება რა. ანუ ესე username ესე არ ინახება. ინახება ცალკე name, ცალკე surname. აი მაგ ლოგიკით ახლა შენ თუ მეუბნები რომ მაინც ცალკე ინახება თუ არა, მაინც შეუძლია ვიღაცას რომ name-ის ადგილას მაინც დიდად დაწეროს ესე. ასე რომ მაგაში პრობლემა არ არის. მაგას მე გავუვლის ნელა. რა სად როგორ წერს და როგორ გავაკეთოთ. კაი. ერთი links ჩვენ ახსენით. მეორე საინტერესო მეთოდი. ნუ ეს მეთოდი არ არის, მაგრამ მოდი ჯერჯერობით ესე დავუძახოთ. მე პროცესის განმავლობაში ჩვენ ამ სახელს შევცვლით. ან მეთოდის მაგალითად სხვა რამეს დავარქვა ამ links. იქნა გამომდინარე, რომ სწავლის პროცესში ხშირად მე ვიტყვი ისეთ რაღაცას, რომელიც შეიძლება ზუსტად ესე არ იყოს თეორიულად, მაგრამ იმისთვის რომ ეხლა თქვენ ტვინში ჩაჯდეს, მაგ მომენტში და კარგად გაიგოთ შინაარსით, იმიტომ ამბობ. მაგრამ მე მოგვიწევს, მე ნელა როცა უფრო ღრმად შევალ, მე ფარდას ავხდი ყველაფერს და ვიტყვი რატომ ვამბობდი ამ ყველაფერს. დავუშვათ რატო ვეძახი ამ links მეთოდს. და ასე შემდეგ. მოდი აბა ესეთ რამე დავწეროთ. გავადიდოთ ტექსტი. აი ეს. ვა. რას ნიშნავს გავადიდოთ ტექსტი? აი მაგალითად თუ მაქვს ესეთი ტექსტი Hello World. ამის დიდი ვერსია რა იქნება? ამის დიდი ვერსია იქნება მე რო იგივე დავწერო ოღონ caps lock-ით, ხო? აი ეს. ხო? აი ეს. ამ ტექსტის დიდი ვერსია იქნება აი ეს. ამიტომაც ზოგადად არსებობს upper case და lower case. Upper case არის დიდ რეგისტრში არსებული მონაცემი, ტექსტი და lower case არის პატარა რეგისტრზე არსებული ტექსტი. ეს არის lower-ად დაწერილი, ეს არის upper-ად დაწერილი. მაგრამ აი როგორ შემიძლია რომ გავადიდო? როგორ შემიძლია რომ გადავიყვანო აი ამაში? ესეთ რამეს ვწერ. დავუშვათ hello world. წერტილი და ნახეთ ესეთი ის არის. To upper და ჭხილს ხსნე და ჭხილს ხურო. ესე კი დამიპრინტე hello world-ი ოღონდ მაღალ რეგისტრში გადააქციე თქო. მაღალ რეგისტრში. აბა გავუშვათ. ნახეთ hello world. დაიწერა დიდი ასოებით. აბა მოდი პირიქით ვცადოთ. აი ხა hello world-ი აი ეს to lower ესეთი მეთოდი არსებობს. ანუ როგორი სინტაქსია ნახეთ, დავუშვათ text, ხო? წერტილი და to upper ჭხილი გავხსენი, ჭხილი დავხურე. და ამ hello world-ის დიდი ასობით დიდი რეგისტრში არსებულ to lower მეთოდს გავუწერ, მაშინ უკვე დაბალ რეგისტრში გადაიტანს. აბა ესეთ კითხვა დავსვათ. აი მაგალითად
აი ეს მაქვს დიდი ასოთი. ამ შემთხვევაში რა მოხდებოდა? თქვენი აზრით. შეიცვლებოდა რამე თუ არ შეიცვლებოდა? ალბათ ამ შევხედო აქ რამე თუ რა მიწერება თუ არა. იგივე დარჩებოდა. შეიცვლებოდა. ნახე? იგივე დარჩებოდა და ნახე რატო? მე თუ ამბობ რომ ტექსტი გადამიქცია დიდ ასოში თქო, ასოებში თქო, ანუ მაღალ რეგისტრში თქო, ეს რო დიდი ასოთი არის, არაფერი არ იცვლება, ხო მაგით? მაინც დიდი ასოთი არის. მაინც სულ რო პატარა ასოთი იყოს, სულ დიდი ასოთი იყოს, მაინც ყველა ინფორმაცია მაინც დიდი ასოთი იქნება. იმიტომ რომ თითოეულ ასოს ხო მაინც დიდად გადააკეთებს. თუ ეს დიდია, ну, მაინც დიდად გადაკეთება შეიძლება და, რავი, მაინც დიდია და რაღაცო გადააკეთოს. და სხვასაც დიდად გადააკეთებს. ნახე? Hello world. არაფერი შეიცვალა. ანუ არ აქვს მნიშვნელობა ზოგი ასო დიდი ასოთი მიწერია, ზოგი ასო პატარა ასოთი მიწერია, თუ მიწერია თუ აფერი, всё, მორჩა. ყველა ასოს ტექსტში გადააკეთებს და მაღალ რეგისტრში დასვავს. მაგრამ თუ კი, ხო, ეს თუ აფერზე, ეხლა თუ lower-ზე. თუ lower-ში ზუსტად იგივე. სულ ახლა ზოგი ასო პატარა მქონდეს. არაფერი შეიცვლება. Hello world. ასე რომ აი ეს თუ აფერი და თუ lower-ი ეგეთი მეთოდები არის, რომელიც აი მაგათად თუ აფერი, აი თუ მაგათად არ გვახსოვს ხოლმე ესეთ მეთოდი, ან ზოგადად, რავი, ესე ვაკეთებ ხოლმე, რომ აი თუ აფერთან მივდივარ და მეუნება აი თუ აფერი returns a copy of the string converted to uppercase. Uppercase არის მაღალი რეგისტრი, როგორც ვთქვი, დიდი ასოები. თუ lower-ი converted to lowercase. ანუ პატარა რეგისტრი გადაიყვანს. და ასე ვთქვათ, ასე შემდეგ. აბა თუ არის რა გითხო. აბა შემოვიდე რამე თუ არ დაწერდი. Okay, ლუკა წერს რაღაცას. Okay. და აი მოდი ერთიც გავაკეთოთ ტექსტებთან მიმართებაში ვიმუშაოთ. და დავწეროთ არ აქვს მნიშვნელობა, დავუშვათ ალგუნი წერტილი links-ები გვაქვს, ესენი გვაქვს. Okay, მოდი ერთი მეთოდიც გავაკეთოთ. ამას უბრალოდ გეუბნა, ამას უბრალოდ იმიტომ ვახსნი, რომ აი ეგეთი რამე რო არსებობს, ეს რო დაიმახსოვროთ. წარმოდგენა გქონდეთ, რომ ვა, ესე იგი პროგრამირებაში რაღაც იკითხეს მას ჩატში. კაი, დაწერა უკვე, ხო? რაც მეტყვი, თქვა ერთი სიტყვა დიდი ასოებით გვინდა და მეორე პატარათი. მაშინ ერთი სიტყვა დიდი ასოებით გვინდა, მეორე პატარათი. მაშინ ორივეს ვიყენებთ? სწორია. ორივეს გამოვიყენებ. აი მაგალითად აი მათ გამოვიყენებთ კონკატენაციას უკვე. ასე ვთქვათ, შეწებებას, ხო? და როგორ დავწერთ, ხო? დავწერთ ესე იგი console write line. ეხა hello-ს დავწერთ. hello ხო არის? მოდი ამას ეხა გადავაქცევ. თუ აფერად. და ამას ეს ხო არის ეხა hello to aperi, ეს ხო უკვე ტექსტს დააბრუნებს დიდ ასოებში. და ეხა ამას დავუმატებ world ოღონდ ეს იქნება, ბიცა, ეს იქნება პატარათი, ხო? მოდი მაშინ ეს მოდი ვითომ დიდი ასოებით იყოს. და ამას გადავაქცევ ხა to lower-ად. ეს აბა გავუშვათ. ცოტა ხანი ეს დავაკომენტაროთ. აი,
hello world. Გავონ ეხა space-ი აკლია მას. მოდი ფარემ დავუწეროთ ავტომატზე რა. ნახეთ რა შემიძლია აქ ესე დავწერო, აქ დავწერო, ან აქ დავწერო, ან პლუს ოპერატორით დავწერო, აი აქ. აი ეს. აი ეს. ეს აღნიშნავს space, ხო? ერთი space. მაგალითად მე ეხლა მოდი გავუშვათ, ჯერ ნახოთ. აი, hello world. ძალიან კარგი. აი მაგალითად მე რო ესე არ გამეკეთებინა. დავუშვათ აქ ცარიელი space-ი, ცარიელი ტექსტი დავტოვე. ამ შემთხვევაში რა მოხდება? ვნახოთ. არაფერი, ხო? ცარიელ ტექსტს თუ კი მე ტექსტს დავუმატებ ცარიელ ტექსტს, იგივეს მივიღებ. ისევე როგორც რიცხვებში 4-ს რო 0 მივუმატო, ხო 4 ხომ ის 4 არის? აქაც უთოთ იგივენაირად, ტექსტს რო დავუმატო ცარიელი ტექსტი, მივიღებ ისევ იმ ტექსტს, ხო? დავუშვათ hello-ს მივიღებ, ხო? ან თუ კი hello-ს დავუმატებ ცარიელს და მე words მივიღებ hello worlds, ხო? ანუ ეს ცარიელი არაფერს არ შვება. ასე რომ ეგრე შეგვიძლია რომ ამოვხსნათ ეს ამოცანა, რაც შენ თქვი. ხო. და ზოგჯერ არის ხოლმე რომ ესეთი დავალება დავწეროთ სიტყვის პირველი ასო, დიდი ასოთი და ნაჩვენი პატარა ასოებით. და მე ჩვეულებრივი სიტყვა გაგრძელდეს, ხო? ესე იგი როგორ დავწერთ ამას? დავწერთ ეს რაღაცას. ესე პლუს ესე პლუს ესე პლუს world. ხო? და მივიღებდი რას? hello world. ოღონ ეს იქნებოდა დიდი ასოთი. რავი თუ გინდა ამასაც დიდი ასოთით დავწეროთ. მოდი ჯერ ესე გავუშვათ. აი ესე. hello world. იმიტომ რომ წინადადება ხო დიდი ასოთი იწყება ზოგადად და აი ესე. აბა რა მეკითხო თუ არის? ამ მეთოდებში თუ არის ფონტის შეცვლა, მაგალითად, სხვა ფონტი თუ შემიძლია რომ დავწერო. ფონტში რას გულისხმობ? ასე ვთქვათ, სხვა კალიგრაფიით ალბათ. კალიგრაფიით რო იყო. ეგეთ რამე არ არის. ანუ ან შეიძლება არის და მე არ მქონია შეხება, იმიტომ რომ მე მგონი არავის არ მქონია შეხება ეგრე. ანუ რას უწოდებ ამ ფონტს? ანუ ეს ჩვეულებრივი ტექსტი არის, ან მაგრამ მინდა რომ სხვა ფონტით გამოვიყენო, როგორც ვთქვი, ფრონტში არის და ბექშიც მაინტერესებდა თუ იყო. აი რაღაც არ მგონია. თურმე დავსერჩავ და გეტყვი. არას არ გამიყენებია ფონტის ცვლილება ესე. ანუ ფრონტში რა არის, იცი? იქ დიზაინს რო აკეთებ, დიზაინში არის, რა ქვია, რა თქმა უნდა, ფონტი. იტალიკი რაღაცები, იქ მე ცვლი კიდევაც მებს გინდა ამუქებ, გინდა რაღაცა, იქ ფერსაც ცვლი კონკრეტულად ტექსტის. და ეს არის კონსოლში არსებული ინფორმაცია, რომელიც ანუ ასე ვთქვათ, პროგრამას ეუნები რომ გამომიტანე ეს. იმ პროგრამას ავთ არის ახლა ამ შემთხვევაში ფონტი და რაღაცები. იმიტომ რომ თვითონ შენ თუ ფრონტთან გაქვს ნამუშევარი, აი კონსოლ ლოგი ხო გამოგიყენებია. იქ. აი რო გინდოდა არ მაქვს, მაგრამ აი ვიცოდი რომ შეიძლება ფრონტში. ხო, აი ეგ ხდება, როგორც ახლა console white line-ია, ისე არის იქ console log და ანუ იქ ვერ შესველი ფონტს. ანუ ფონტის ცვლილება ხდება მარტო HTML ან დიზაინს თუ ეხება, დიზაინში თუ მინდა რაღაცეები რა, საიტის კეთების დროს. ეს დიზაინს არ ეხება ახლა. შეგესწრებიან მეთქი. ოკეი.
იდეაში ერთის ახსნაც მინდოდა უბრალოდ არ მინდა რომ ძალიან დაიბნეთ და მოდი შემდეგი ლექციისთვის გადავდებ მაგას. ერთი შეკითხვა მაქვს რა. აბა გისმენ? თუ კლავიატურა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ როგორი ზომის ასოები გვინდა რომ დავწეროთ რა, რას საჭირო არის ეს პლუსები და ცალკე ეს თუ აფერი და თუ ლოვერი. ნახე. აი ერთი ეს მაგალითს გეტყვი რა. აი TBS-ის აპლიკაციაში რომ შესულ ხარ, შენი იუზერის სახელი დიდი ასოებით ხო არის დაწერილი? ან აი სადმე არ შეხვედრი, ხო, დიდი ასოებით ხო არის დაწერილი. მაგრამ შენ ანუ თვითონ მონაცემი შეიძლება იყოს პატარა ასოთი შენახული, მაგრამ ეკრანზე წარმოგიდგეს როგორც დიდი ასოთი. ან პირიქით დიდი ასოთი მქონდეს შენახული და პატარა ასოთი წარმომიდგეს რა. ანუ ეგ ჩვეულებრივი ის არის რა იცი რაში დამჭირდეს. ხო, იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება ინფორმაცია შემინახოს, როგორ იცი? დავუშვათ ეს სახელი რა, ნიკა ხო დავუშვათ. N I K და მე ესე რო შეინახოს რა, დავუშვათ მონაცემი. აი მე ხო ესე არ შევინახავ მონაცემებს დავუშვათ რა. მე მიჩვენია რომ პარე ერთ რეგისტრში გადავიყვან ამას. ძირითადად tool-over case-ში, tool-over-ში მასშტაბი ხომე ვაქტებ. ანუ დაბალ რეგისტრში გადავიყვან და მე შევინახავ ხოლმე ინფორმაციას. ასე რომ მონაცემები შენახავში ექციტა რა. ადლო. ოკეი. ბაშო ხედოთ. ხო, ეს მე მაქვს შეკითხვა. აბა გისმენთ რა? ხო, აი, ეხლა რო თქვი, იუზერმა შეიძლება რომ დიდი ან პატარა ასოთი დაწეროს რა. მაგრამ აი იმ შემთხვევაში როგორ ვაკეთებთ, რომ ანუ მიუხედავად იმისა, თუ მონაცემებს როგორ შეინახავს მომხმარებელი, ჩვენ რომ გამოგვიჩნდეს პირველად დიდი ასო და შემდგომ პატარა. როგორც არის ხოლმე რა იდეაში. ხო, ესე იგი, ჯერ პირველ რიგში ამას გადავიყვანდი tool-over-ში. აჰა. tool-over-ში მას ვიზავდი. tool-over მეთოდს გამოვიყენებდი. ეს ხო უკვე იმაშვება, ეს ხო უკვე მაქვს როგორც აი ესე, ხო? ნიკა. მოიცა შე როგორ აღიქვავ? აქ სახელი და გვარის რომ ეწეროს? არა, უბრალოდ აი ტექსტის წინადადების დაწყება, ხო? ხო. ეს ხო არის ნიკა. და მე აი ამას ანუ n-ს გამოვყოფდი ცალკე მარცხნივ გავიტანდი და n-ს გადავიყვანდი დიდი ასოთი და ხო, და პლუს. ხო, და დავუმატებდი მე იკას. უბრალოდ აი ეხა ესე ვერ გავყოფ რატო იცი? უნდა ვიცოდეთ ჯერ თქვენს არ მაქვს ახსნილი პირველ ასოს როგორ მივწვდე მაგალითად. n-ი როგორ ავიღო. რომ მე დავუმატო დანარჩენი. მარტივ შეიძლება, ხო, ბევრად ვიდრე ეგრე რომ რაღაც პლუსებით გავყოთ და ასე შემდეგ. კი, უფრო მეტად შეიძლება, კი. ოკეი. აი, მაშინ დავილოდებით მაგას. მადლობა. please. აი, იდეაში დღეს არ მინდოდა რომ ბევრი თეორია ამეხსნა, იდეაში მეტიც ვერც ახსნიდი ხა ამ კვირის განმავლობაში. პირველი კვირა წარმოდგენა შევიფრთხილოთ, რომ ესეთი რაღაცები არსებობს და ვივარჯიშოთ. აი რამდენიმე მე ხა გავაკეთე, რომელიც დავალებებში არის. ზოგი რაღაც დავალებებში იქნება, რომელიც შეიძლება თქვენ ვერ გაიგოთ და თქვენთვის იქნება ერთგვარი გაკვეთილი, რომ აი პირველად შეეჩეხებით ისეთ რაღაცას ვერ გაიგებთ. მე თქვენ შემეკითხებით, ან თუნდაც Google-ში დაასერჩავთ რას ნიშნავს ეგ კონკრეტული მომენტი, ჩემთანაც მოიწერებით და გავარკვევთ ნელ-ნელა ყველაფერს. ესე ჩვენ გამოვიმუშავებთ დასერჩვის skills-აც, იმიტომ რომ დასერჩვა ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად დასასერჩად. იმიტომ რომ პრობლემები, ანუ ერორები ხშირად გვექნება და უნდა დავსერჩოთ, მე გავიაზროთ რა გვითხრა პროგრამამ, უბრალოდ რა დავსერჩეთ, თვითონ რა გვიპასუხეს.
ეს გავიაზროთ, მერე სხვა ერორი თუ გვექნება, მერე კიდე დავსერჩოთ ის და ასე შემდეგ. ასე რომ მე ყველაფერი ავხსენი, რომელიც ტექსტებს შეეხებოდა და ტექსტების მეთოდებს, რომ აი ესეთი რაღაცები შემიძლია გამოვიტანო ეკრანზე, ან მე ჩავწერო და შემდგომი ლექციები შემდეგი კვირა სრულად დაეთმობა მონაცემების შენახვას. აი მე დღეს რამდენჯერმე სიტყვა ვახსენე, რომ მონაცემის შენახვისთვის ჭირდება, მერე მონაცემი რო შევინახო რაღაც და კითხვა იბადება, რომ სად ინახავ მონაცემს? ან რას ნიშნავს მონაცემის შენახვა ზოგადად? აქ არ შემინახავს ხა მონაცემები, ხო? მე მარტო ვეუბნები პროგრამას, რომ ეს გამომიტანე, ეს ტექსტი გამომიტანე, ეს ტექსტი გადააქციე დიდასოდ, ეს ტექსტი გადააქციე პატარასოდ და არაფერი არ მithქვამს შენახვაზე, ხო? ასე რომ შემდეგ ლექციებში ჩვენ გავივლით მაგას, ცვლადებს შევეხებით და შევეხებით მონაცემთა ტიპებს. ასე რომ აი მოდი ხა ვნახოთ Google-ში, ანუ Google-ში არ Discord-ში შემოვიდა ვნახოთ ვიმეს რამე კითხვა თუ გაქვთ და თუ კითხვები არ გაქვთ, მაშინ დავასრულოთ ჩვენ დღევანდელი ლექცია. მადლობა, მე არ მაქვს. ოკეი, კარგი, მაშინ თუ კითხვები არ გაქვთ, მაშინ დაგემშვიდობებით და აბა შევხვდებით სამშაბათს ლექციაზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერ კითხვაზე შეგიძლიათ მომწეროთ. დავალება მაინტერესებს, არც დღეს არ გვქნება? როგორ? დავალება არც დღეს არ გვქნება? ხო, დავალება, რა თქმა უნდა, კი, დავალება დავლინკავ, ანუ ის დავალებები იქნება შესაძლებელი და მაგიტო გითხარით, რომ იმ დავალებებში იქნება რაღაცა მომენტები, რომელიც შეიძლება გაუგებარი იყოს თქვენთვის, მაგრამ მაინტერესებს როგორ გაართმევთ თავს. ამიტომ მაგ დავალებასაც დავლინკავ, რა თქმა უნდა. კარგი. კარგი, აბა დროებით.